მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ დაუბრუნდებით ჩვენს დამწყებ ოფროუდერებს და მივცეთ რამოდენიმე რჩევა, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაერთოს 4x4-ზე, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაერთოს 4x4 დადაბლებით, რა შემთხვევაში ირთვება უკანა ბლოკი და წინა ბლოკი. მოდით განვიხილოთ კონკრეტულად ეს მანქანა, რა შემთხვევაში უნდა ჩავრთოთ 4x4-ზე და რა ბერკეტები გვაქვს მანქანაში. აი ესეთი სახის ბერკეტი გვაქვს, ჩამრთველი 4x4-ზე და დამატებით დადაბლება. მოკლედ ამ ეტაპზე ახლა ეს მანქანა არის უკანა წამყვანი. მხოლოდ და მხოლოდ უკანა საბურავები ბრუნავს და უკანა საბურავები აძლევს იმის საშუალებას, რომ მანქანა გადაადგილდეს. რაც შეეხება 4x4-ის პოზიციას, როდესაც ჩვენს გადავრთავთ 4x4-ზე, ხდება წინა და უკანა საბურავების ბლოკირება შუაში. ანუ 50% როგორც მუშაობს წინა საბურავი, ისე მუშაობს 50% უკანა საბურავი. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საბურავები ბრუნავს და როდესაც 4x4-ზე ჩართულია, შესაძლებელია იბრუნოს წინა ერთმა საბურავმა, უკანა ერთმა საბურავმა. შესაძლებელია იბრუნოს როგორც პარალელურად ამ საბურავებმა, ისე შეიძლება დიაგონალზეც იბრუნოს საბურავებმა. შესაძლებელია უკანა საბურავი ერთად ბრუნავდეს და დამატებით წინა ერთი საბურავი ან წინა ორი საბურავი. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მინდა აღვნიშნო, 4x4-ზე გადართვის დროს მინდა ყოველთვის იცოდეთ, რომ წინა საბურავი და უკანა საბურავის შორის ბრუნი არის ერთი და იგივე. ანუ 4x4-ზე ბლოკავს შუაში 100%-იანს და რამდენ ბრუნსაც წინა საბურავი აკეთებს, ზუსტად იმდენ ბრუნს გააკეთებს უკანა საბურავი. შესაძლებელია გაგვიჩნდეს ახლა ესეთი სახის კითხვა, რომ როგორ წინა და უკანა საბურავი თუ ერთნაირად ბრუნავს, მოხოვის შემთხვევაში წინა საბურავი სხვა რადიუსით მოძრაობს, ხოლო უკანა საბურავი სხვა რადიუსით მოძრაობს. აი მაგიტომ ზუსტად არ არის რეკომენდირებული, როდესაც ესეთი ბლოკირება გვაქვს წინა უკანა საბურავებს შორის, გადაადგილდეს ავტომანქანა ასფალტზე. არ არის რეკომენდირებული 4x4 სიარული ასფალტზე, არ არის რეკომენდირებული ისეთ ზედაპირზე, სადაც საბურავს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ ან დაბუქსავდეს, ან გადაცურდეს. ესე იგი, მეგობრებო, 4x4-ზე გამოყენება აუცილებელია და მნიშვნელოვანია ისეთ უგზოობაზე, სადაც არის ტალახი, თოვლი და ისეთი რელიეფი, სადაც საბურავი ცურავს. რადგან გადაბლოკვის დროს კიდევ ერთხელ ავხსენი, რომ წინა მხარე და უკანა მხარე ზუსტად სწორად არის გადაბლოკილი და რამდენ ბრუნსაც აკეთებს წინა საბურავი, ანალოგიურად იმდენ ბრუნს აკეთებს უკანა საბურავი. ასეთ შემთხვევაში ასფალტიან რელიეფზე და მყარ რელიეფზე გადაადგილება ამ მანქანით არ არის რეკომენდირებული. 4x4-ის ჩართვის შემთხვევაში არ არის აუცილებელი გადმოვიტანოთ ნეიტრალურ პოზიციაზე. შესაძლებელია იყოს დრაივშიც და ჩვეულებრივად ჩავთოთ 4x4-ზე. ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებლად დადაბლების შემთხვევაში უნდა გავანეიტრალოთ ჩვენი მანქანა და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა გადმოვიტანოთ დადაბლებაში. აი ამის მერე უკვე შესაძლებელია ჩავთოთ დრაივი, ან სიჩქარეებით შევუნაცვლოთ პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ანალოგიურად უკან დაბრუნების დროსაც, როცა აღარ დაგვჭირდება დადაბლება, ვანეიტრალებთ მანქანას, ამ ბერკეტს ვაბრუნებთ ბოლომდე უკან და ჩვენს კოლოფს ვაბრუნებთ პარკინგის პოზიციაში. არ დაგვავიწყდეს არც ერთ შემთხვევაში, რომ პარკინგის პოზიციიდან, უკანასვლის პოზიციიდან, დრაივის პოზიციიდან დადაბლების ჩართვა აკრძალულია კატეგორიულად. შესაძლებელია რამე დააზიანოთ. აუცილებელია დადაბლების დროს იყოს ნეიტრალურ პოზიციაში კოლოფი და აი ამის შემდგომ უკვე გადმოვთოთ და გადმოვიტანოთ დადაბლებულ მდგომარეობაში ჩვენი ბერკეტი, რომ მანქანამ დაიწყოს დადაბლებით სიარული, ანუ შენელებული სიარული და გაძლიერებული. იქნება ბევრად მეტი ძალა და იქნება ბევრად ნაკლები სისწრაფე. დავიდეთ ახლა დადაბლებაზე, რა დროს არის აუცილებელი დადაბლებას ჩართვა.
დადაბლებას კიდევ ეძახიან ეგრეთ წოდებულ რას დადგას, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უფრო სწორია რომ დაუძახოთ დადაბლება, დადაბლებული რეჟიმით მუშაობს მანქანა. ეს არის კოლოფზე მიმაგრებული მექანიზმი, რომელზეც ეცვლება უფრო სწორედ გადაცემა და მეტად შენელებულად იწყებს მანქანა მოძრაობას. დადაბლების შემთხვევაში გვემატება ძალა და გვაკლდება სისწრაფე. ნებისმიერ შემთხვევაში აღმართზე ავდივართ თუ აღმართზე ჩამოვდივართ, იცოდეთ რომ გვაქვს ძალა საკმაოდ ბევრი და არ გვაქვს სისწრაფე. ის სისწრაფე არ გვაქვს, რა სისწრაფეც გვქონდა იმ პოზიციაში, იმ სიჩქარის პოზიციაში, რომელ სიჩქარითაც გადავადგილდებოდით, მაგალითად პირველი სიჩქარით, რომ მივცეთ იმის საშუალება, რომ მანქანა მიმოძრაოს თავისი სვლით, ბევრად სწრაფად მოძრაობს დადაბლების გარეშე, ხოლო დადაბლების შემთხვევაში ბევრად შენელებულია. ამას პრაქტიკაშიც გაჩვენებთ. და ვნახავთ, როგორ გადაადგილდება მანქანა დადაბლების გარეშე და დადაბლებით ერთი და იგივე სიჩქარეში. ანუ გავტესტავთ პირველი სიჩქარით, ვნახავთ, როგორ ჩამოდის თქვათ რაღაც გარკვეულ მკვეთრად აღმართზე პირველი სიჩქარით დადაბლების გარეშე ავტომანქანა და 4-4-ზე და ვნახავთ აგრეთვე, როგორ ჩამოვა ზუსტად იგივე მკვეთრ აღმართზე 4-4-ზე დადაბლებით პირველი სიჩქარით მანქანა. დაღმართის შემთხვევაშიც თუ გვაქვს რაღაც დიდი დაღმართი 10%-იანი, 15%-იანი, და ასე შემდეგ მნიშვნელობა არ აქვს, არის ეს დაღმართი მოყინული, არის თოვლიანი, არის ტალახიანი, იქაც საჭიროა აუცილებლად დადაბლების ჩართვა და დადაბლებით ბევრად უფრო სტაბილურად შესაძლებელია ჩამოსვლა უსაფრთხოდ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შეიძლება ესეთი შეკითხვა დაგვებადოს, რომ რატომ ხო შეიძლება ჩვეულებრივად 4-4-ზე ჩამოვიდეთ და ტორმოზის საშუალებით ჩამოვიდეთ, ჩვენ თვითონ ვაკონტროლოთ, ხო? კი, შესაძლებელია ყველაფერი, მაგრამ დადაბლების შემთხვევაში ძრავი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ სწრაფად დატრიალდეს საბურავები და მხოლოდ ძრავით, ნელად დატრიალებული საბურავებით, საბურავი ბრუნავს ერთი ბრუნი. აი ძალიან ადვილად რომ აგიხსნათ. გვაქვს მაგალითად რაღაც ისეთი დაღმართი, რომელზეც რეკომენდირებულია რომ დადაბლებით ჩამოვიდეთ, არის თოვლიანი დაღმართი, არის გაყინული და ჩამოვდივართ 4-4-ით. 4-4 შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, ხომ, რა პრობლემაა, დავადგათ ტორმუზ ფეხი და შევაპაროთ და ნელ-ნელა ჩამოვიდეთ. აი ამ ტორმუზზე ფეხის დადგმის დროს დიდი ალბათობაა იმის, რომ რომელიღაცა საბურავი დაცურდეს, დაგვიტრიალდეს მანქანა და შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს სავალალოდ, ხო? და რატომ? მკვეთრ აღმართზე, როდესაც ჩამოდიხართ, ხვდებით ხომ იცით, რომ წინა მხარე საკმაოდ მძიმეა და მთელი დატვირთვა წინ მიდის, უკანა მხარე მჩატია და უფრო მეტად მჩატდება, როდესაც მკვეთრ აღმართზე ჩამოდივართ და არის იმის ვარიანტი, რომ ან მარცხენა, ან მარჯვენა მხარეს მანქანა თვითონ გადაცურდეს. გადაცურების შემთხვევაში შეიძლება შემოტრიალდეს ეს მანქანა და შეიძლება გადაგვიტრიალდეს კიდეც. მაგიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩავრთოთ ამ შემთხვევაში დადაბლება და დადაბლების საშუალებით, პირველი დადაბლებით ნელ-ნელა ჩავიდეთ დაღმართზე. თუ ხედავთ, რომ დადაბლების შემთხვევაშიც მაინც მოცურავს მანქანა, მაგ დროს უკვე აუცილებელია და მნიშვნელოვანია ტორმუზის მაგივრად გაზის მიცემა. რომ მივიდეთ იმ კონდიციამდე, სადამდეც იქნება შესაძლებელი, რომ საბურავმა აუცილებლად იტრიალოს და რატომ უნდა იტრიალოს საბურავმა, ეხლავე აგიხსნით დაღმართში ჩამოსვლის დროს, რომ მივცეთ მიმართულება, რა მიმართულებით წავიდეს მანქანა. როდესაც საბურავი არ ბრუნავს, საჭე მარცხნივ რომ ავიღოთ, ან მარჯვნივ რომ ავიღოთ, არ დაგვემორჩილება არც ერთ შემთხვევაში მანქანა და შეიძლება პირიქითაც მოხდეს. მარჯვნივ აღებული საჭე მარცხნივ მიგვაცუროს, ან მანქანა შემოგვიტრიალოს, ან გადაგვაცუროს სადმე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დაღმართზე ჩამოსვლის დროს 4-ვე საბურავი ბრუნავდეს მაქსიმალურად დაბალი სიჩქარით. ეს დაბალი სიჩქარე, რომ ვიძახი, ეს დაბალი სიჩქარე ნარჩუნდება მხოლოდ დადაბლებით და თუ დადაბლების შემთხვევაში მაინც გაცურდა საბურავი, ტორმუზის მაგივრად ვაძლევთ გაზს, რომ ცოტა უფრო მეტად დატრიალდეს საბურავი, იმაზე ცოტათი უფრო სწრაფად დატრიალდეს, რომ ჩვენ ადვილად ვმართოთ ჩვენი მანქანა და არ მოგცეს იმის საშუალება, რომ სადმე ან მარცხნივ, ან მარჯვნივ გადავარდეთ. გაგიგიათ ხო ალბათ მაგალითად, რომ
დადაბლებაში თვითონ ხდება ჩარევა, კბილანებს უცვლიან, მაგალითად აქტუალური თემაა ეს Nissan პატროლებში, იმიტომ რომ უფრო მეტი დადაბლება ქონდეს, უფრო ძლიერი დადაბლება ქონდეს, არსებობს სხვადასხვა სახის დადაბლებები, სხვადასხვა პროცენტულობით, 75%-იანი დადაბლება, არსებობს 50%-იანი დადაბლება. რაშია საჭირო ეს დადაბლება? მეტად დადაბლება, უფრო ნელა რომ იტრიალოს საბურავმა, ეს უფრო მეტად გამოიყენება ისეთ პირობებში, სადაც არის დიდი თოვლი, სადაც დიდი ნამქერის გადალახვა აუცილებელი, ისე რომ საბურავი არ დაბუქსავდეს, არ ჩაჯდეს. და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ნელი დადაბლებით შესაძლებელი ამის გაკეთება. დადაბლების შემთხვევაში, აი მაგალითად მე ვახსენე, მე Nissan პატროლი რომ მყავდა, ეყენა 75%-იანი დადაბლება. დამატებით მქონდა დაყენებული. ანუ ეს რას ნიშნავს? თვითონ ჩავერიეთ ამ დადაბლების სისტემაში, შევცვალეთ კბილანები და დავაყენეთ უფრო ძლიერი დადაბლება, ვიდრე აყენა ქარხნულად. რა მოგცა ახლა ამან? ამან მოგცა ის, რომ საბურავი უფრო ნელა ბრუნავდა, უფრო მეტი ძალა ქონდა საბურავს და ნებისმიერი დაბრკოლება შესაძლებელი იყო ავლა თუ ჩავლა უფრო მეტი ძალით და ნაკლები ბრუნით. ანუ სწრაფ ბრუნვა საბურავს უკვე აღარ ქონდა. ანალოგიურად დაღმართზე ჩამოსვლის დროსაც დიდ დაკიდებულ დაღმართზე შესაძლებელი იყო ძალიან ნელა ჩამოსვლა, ისე რომ ტორმოზის პედალს ფეხს არც დავადგავდით. მოგლეთ მეგობრებო, ბევრი ვისაუბრი ამ დადაბლებებზე, თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ დამატებით, მოგწერეთ კომენტარებით, გიპასუხებთ შეძლების დაგვარად ყველას. და ეხლა გადავიდეთ ბლოკირების სისტემაზე. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ორივე ბლოკი, უკანა ბლოკიც და წინა ბლოკიც, რადგან ეს არის Jeep Wrangler Rubicon და იცით რომ Rubicon-ს ქარხნულად მოყვება ორივე ბლოკი. ბლოკის ჩართვის დროს აი ეს წინა ორი საბურავი ზუსტად ტრიალებს ერთნაირად. ანუ ჩამორჩენა ან გასწრება არც ერთს არ აქვს. რამდენ ბრუნსაც გააკეთებს მარცხენა საბურავი, ზუსტად იმდენ ბრუნს გააკეთებს მარჯვენა საბურავი. ანუ წარმოიდგინეთ ახლა ხომ, რომ როდესაც ბლოკირება ჩართულია, წინა ორი საბურავი ერთნაირად ბრუნავს. ანალოგიურად შემიძლია ვთქვა უკანა საბურავებზეც ინდივიდუალურად ცალკე. ანუ წინა ბლოკირება ცალკე ჩამრთველეთ ირთვება, უკანა ბლოკირება ცალკე ჩამრთველეთ ირთვება. აქაც ანალოგიურად ბლოკირების ჩართვის დროს უკანა ორივე საბურავი ბრუნავს ერთნაირად. ანუ კიდევ უფრო მარტივად რომ აგიხსნათ ეს, წარმოიდგინეთ რომ ჩავრთეთ 4-4-ზე, გადაბლოკა 100%-იანი წინა და უკანა მხარე. ანუ ამ შემთხვევაში ნებისმიერი ვთქვათ ერთი საბურავი რამდენზეც ბრუნავს, რამდენ ბრუნსაც აკეთებს, იგივე ბრუნს აკეთებს უკანა საბურავი, ჩავრთეთ დადაბლება და ადაბლა სიტყვაზე და დამატებით ჩავრთეთ უკანა ბლოკი და ჩავრთეთ წინა ბლოკი. ითხარით და აგიხსენით რომ წინა ბლოკის შემთხვევაში წინა ორივე საბურავი ბრუნავს ერთნაირად, უკანა ბლოკის ჩართვის შემთხვევაში უკანა ორივე საბურავი ბრუნავს ერთნაირად. გვაქვს ახლა ჩართული ფაქტობრივად ყველაფერი. და რა შედეგს ვიღებთ? ვიღებთ შედეგს იმას, რომ მანქანის 4-ვე საბურავი ბრუნავს ზუსტად ერთნაირად. ახლა ერთი შეკითხვა დაგვებადება, რომ როგორ შეიძლება 4-ვე საბურავმა ერთნაირად იბრუნოს მოხოვის შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ადვილად მისახვედრია, ხომ? როდესაც საჭით უხვევთ მარცხნივან მარჯვნივ, სხვა ტრაექტორიას გადის წინა საბურავი, სხვა ტრაექტორიას გავა უკანა საბურავი და შეიძლება წინა ორმა საბურავმა სხვადასხვა ტრაექტორიები გაიაროს და ასე შემდეგ. შესაძლებელია ცალ-ცალკე უკანა საბურავება. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? აი ზუსტად მაგიტომ არ არის საჭირო გამოვიყენოთ ბლოკირება ისეთ მყარ ზედაპირზე, სადაც იქნება ძალიან დიდი დატვირთვა. ანუ ჩათვალეთ რომ საბურავი იწყებს გაცურებას, ანუ ხოხიალს. იმიტომ რომ გადაბლოკვის დროს არანაირი შანსი არ აქვს საბურავს რომ ცალ-ცალკე ინდივიდუალურად დატრიალდეს, როგორც წინა უკანასთან, ასევე წინა ერთდროულად და უკანა ერთდროულად ტრიალებს, ხო? ვერც ერთი და მეორე დატრიალდება ერთმანეთის ინდივიდუალურად სხვადასხვა ბრუნით, ვერც წინა მხარე, ვერც უკანა მხარე და ვერც წინა და უკანა.
ამიტომ ბლოკირება საჭიროა ჩავრთოთ ისეთ ადგილებში, სადაც გაუვალია, სადაც ტალახია, სადაც თოვლია და გვჭირდება დახმარება, რომ რაღაც გარკვეული მონაკვეთიდან ამოვიდეთ და აუცილებლად მაშინვე უნდა გამოვხდოთ ბლოკირება. თუ ვერ მოხერხდა, თქვათ უკანა ბლოკის დროსაც, უკანა დაბლოკილი საბურავებითაც დიაგონალზე ამოსვლა არის ძალიან დიდი აღმართი, ან ტალახია, ან გევართ ცუდად დიაგონალზე და მაინც სამი საბურავი ერთდროულად ბრუნავს, მაშინ უნდა ჩავრთოთ, რა თქმა უნდა, წინა ბლოკირება და დაიწყებს 4-ვე საბურავი ერთდროულად ბრუნვას. ანუ უკანა ბლოკირების შემთხვევაში პარალელურად ორი საბურავი სულ ბრუნავს ერთნაირად, წინა ბლოკირების შემთხვევაში პარალელურად სულ ბრუნავს ერთნაირად. ეს საუბარი არის 100%-იან ბლოკირებაზე, რაც ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ მაქსიმალურად მოერიდეთ წინა ბლოკირების ჩართვას. რა თქმა უნდა, უკანა ბლოკირების ჩართვასაც უნდა მოვერიდოთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თუ ზიანდება წინა ბლოკირება. არასწორად მოხმარებისას შესაძლებელია პროფესიონალსაც დაუზიანდეს ეს წინა ბლოკირება, გააჩნია რა გრუნტია, რა უგზოობაზე მივდივართ, შეიძლება ცხვირმა წამოახტუნოს უცბად ცალი მხარე ან მეორე მხარე, დიდი დატვირთვა მიცეს რომელიღაც საბურავზე წინ და ამ შემთხვევაში პირდაპირ იმტვრევა ბლოკი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მეგობრებო, ეცადეთ იმას, რომ მალევე გამორთოთ ბლოკირება, თუ დაგჭირდათ, არ მიცეთ იმის საშუალება, რომ მოდი დავტოვოთ და იყოს გადაბლოკილი ეს მანქანა და იაროს ესე, იმიტომ რომ ბევრად კარგად დადის, რადგან დაზიანების შემთხვევა და იმის ალბათობა ძალიან დიდია, გადაბლოკილი სიარულისას გვხდება ეტაპ-ეტაპ ისეთი მონაკვეთები, სადაც არის მყარი ნიადაგი და ძალიან დიდი დატვირთვები აქვს ამ დროს შიგნით იმ კბილანებს და იმ გადაცემებს, რაც ჩვენ გვაქვს ჩართული ბერკეტით თუ ღილაკით ბლოკირების დროს. ანალოგიურად 4-4-ზე ჩართვის დროს, აი ეს შუა მხარე, როდესაც მთლიანად იბლოკება როგორც წინა, ისე უკანა, ჩათვალეთ, რომ არსებობს სამი სახის ბლოკირება, ანუ 100%-იანი ბლოკირება, რომელიც წინა და უკანა საბურავს ბლოკავს 100%-ით, წინა საბურავებს ცალკე ბლოკავს 100%-ით, უკანა საბურავებსაც ცალკე ბლოკავს 100%-ით. აი ამ ბლოკირებას მაქსიმალურად ერიდეთ მყარ ზედაპირზე, ანუ ასფალტიან ზედაპირზე და ისეთ მყარ ზედაპირზე, სადაც იმის საშუალება საბურავს არ იქნება, რომ ანუ გადატრიალდეს, გაცურდეს, დაბუქსავდეს, რომ არ დაგიზიანდეთ მანქანა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოერიდეთ წინა ბლოკის ჩართვას თუ აუცილებლობა არ მოითხოვს. ანუ ჩართული წინა ბლოკის დროს, ნურას დროს ნუეცდებით, საჭეს მაქსიმალურად მარცხნივ მარჯვნივ აღებას და თქვათ გარკვეული დაბრკოლებიდან ისევ ამოსვლას, იმიტომ რომ აქაც ანალოგიურად საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს ბლოკს და შეიძლება დაზიანდეს. თუ გინათ რომ დიდი ხანი გაგიზლოს თქვენმა ბლოკირებამ, გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ სწორად გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, სადაც მნიშვნელოვანია და აუცილებელია მისი გამოყენება. აი ესეთ აღმართზე ნახოთ და გავტესტოთ, მხოლოდ ერთი ხიდით, უკანა წამყვანით საჭიროა თუ არა ხიდის ჩართვა. ეხლა გამორთული გვაქვს ხიდები. დაძარით აკო მიდი. ნელ-ნელა დაძარი და ადი. ნელ-ნელა. ნახოთ აბა. ხედავთ ხო? მხოლოდ ერთი საბურავი ბრუნავს. იქიდან გაჩერებულია. ეხლა ჩავრთოთ 4 წამყვანი. მხოლოდ 4 წამყვანი, აი მასე. დაეწერა ხო 4 წამყვანი. აგერ დაგვეწერა 4 წამყვანი. აბა ნელ-ნელა ადი ახლა. დააკვირდით ახლა ძრავის ხმას. გესმით ხო ძრავის ხმა?
თვითონ თან უჭირს, მაგრამ ადის. ხო ხვდებით? კაი, ჩამოდი. ეხლა ამ შემთხვევაში ძრავი ცოტა დატვირთულად მუშაობდა. ანუ დატვირთვაზე იყო. ასეთ აღმართში ეს არის ახლა რაღაც მნიშვნელოვანი ისეთი ციცაბო აღმართი რომ გაუჭირდეს ასვლა, მაგრამ რისი თქმა მინდა 4-4-ზე ავიდა ჩვეულებრივად, ოღონდ რაღაც გარკვეული დატვირთვით. ძრავის ხმა გესმოდათ. ეხლა ამ შემთხვევაში გადავერთოთ დადაბლებით. დავიტანო დადაბლებაში. და ნელ-ნელა დაძარი ეხლა და ნელ-ნელა ადი ბოლომდე. აი ისე როგორც ადიოდი მანამდე. აი მას. დააკვირდით რა თავისუფლად ადის. ყოველგვარი დატვირთვის გარეშე. ადი კიდევ. ხედავთ ხომ? აი ეს მინდოდა მეჩვენებინა. ადი. უპრობლემოდ დადაბლების დახმარებით და 4-4-ით ავედით ამ აღმართზე. დადაბლების შემთხვევაში ძალიან ადვილად ადის მანქანა. ყოველგვარი დატვირთვის გარეშე, ხოლო დადაბლების გარეშე აი ამ აღმართზე ძრავს რაღაც გარკვეულწილად ძალა ადგება. კოლობს, ძალა ადგება ხიდებს. პრაქტიკულად ნახოთ ახლა მეგობრებო ანალოგიურად თუ დაღმართზე ეს მანქანა დადაბლების გარეშე და მხოლოდ 4-4-ით ტორმუზზე ფეხის დადგმის გარეშე როგორ ჩამოვა, ანუ რამდენად ანელებს დადაბლება, რამდენად აძლიერებს დადაბლება და ანუ დაღმართზეც რა შედეგს დაგვიდებს, როგორც ჩვეულებრივად ჩამოსვლით, ასევე დადაბლებით ჩამოსვლით. გადავიტანეთ მხოლოდ 4-4-ზე. ჩავაგდე პირველში. ეს არის დადაბლების გარეშე, მხოლოდ 4-4-ზე. ხედავთ ხომ, რა სიჩქარით ჩაიარა მანქანა. ეხლა ვცადოთ დადაბლებით. ეხლა გადაგვაქვს დადაბლებაში. პირველში. და ეხლა ვნახოთ რა სიჩქარით ჩამოვა ტორმუზის გარეშე, როგორც პირველ შემთხვევაში ანალოგიურად მოდიხარ ისევ ისე. აშკარად ეთყობა, ხო? ძალიან დიდი სხვაობა. აი ეს არის პირველი დადაბლება. წინა შემთხვევაში იყო მხოლოდ 4-4-ზე და პირველით ეს არის 4-4-ზე დამატებული დადაბლება და პირველი სიჩქარე. ნახეთ ხომ თქვენი თვალით დადაბლების შემთხვევაში რამდენად წყნარად, რამდენად მყარად იდგა მანქანა რელიეფზე და ისე ჩამოვიდა. ჩვენ განვიხილეთ ორივე ვარიანტი 4-4-ზე და 4-4-ს პლუს დადაბლებით. კიდევ ერთხელ მინდა მოკლე რევიუ გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, რომ აი მაგალითად სწორ გრუნტზე, სადაც ტალახია, სადაც ერთი ხიდით არ არის იმის საშუალება, რომ გადალახოთ რაღაც გარკვეული ბარიერი, მაგ შემთხვევაში ვთავთ 4-4-ზე. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც არის მკვეთრი აღმართი, მკვეთრი დაღმართი, აი მაგალითად როგორც ეს აღმართია და გრძელდებოდეს რაღაც გარკვეული დროით, აქაც აუცილებელია გამოიყენოთ დადაბლება. დადაბლება კარგია დაღმართზე ჩამოსასვლელად, როდესაც არის მოთოვილი, როდესაც არის გაყინული, როდესაც არის ტალახიანი რელიეფი, მარტო იმიტომ, რომ გვეხმარება და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ნელა ჩამოვიდეს მანქანა აი იმ გარკვეული მონაკვეთზე. ანუ დადაბლების შემთხვევაში პირველ სიჩქარეში ვაგდებთ 4-4-ზე ჩართული გვაქვს და პირველი დადაბლებით ჩამოვდივართ მკვეთრი დაღმართიდან. თუ მკვეთრ აღმართზე გვინდა
ნელისვლით ასვლა და მაქსიმალურად გაძლიერებული იყოს ჩვენი ძრავი. მაშინ ანალოგიურად პირველი სიჩქარით ავდივართ ზემოთ. რაც შეეხება ბლოკირებების სისტემას, განვიხილოთ, მოდით ახლა ბლოკირებების სისტემა უცბად. ვნახოთ რა შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენება ბლოკირების წინას და უკანას. აქვს ჩართული დადაბლება 4-4-ზე მხოლოდ ბლოკების გარეშე. და ვნახოთ აი ესეთი სახის დიაგონალია. სპეციალურად მოვიფიქრეთ, გავაკეთეთ. აბა ნელ-ნელა დაიწყე. აი ბუქსაობს. კაი, გაჩერდი. აი ბუქსაობს, ხედავთ ხო? იქითა საბურავი ბუქსაობს და აქეთა საბურავი. კაი, გაჩერდი. ნახეთ, აქეთა საბურავიც ბუქსაობს. ვერადის და ეს საბურავი გაჩერებული გვაქვს. კარგი. ვთქვევართ დიაგონალზე, ჩართული გვაქვს დადაბლება, ჩართული გვაქვს 4-4-ზე და პირველი სიჩქარით ვერ ავდივართ. აი ამ შემთხვევაში ახლა ჩავრთეთ უკანა ბლოკირება და უკანა ბლოკის შემთხვევაში ვნახოთ აბა რა სიძავს, როგორ დავძრავთ მანქანას და აი ეს საბურავი დაიწყებს თუ არა ბრუნვას. ანუ უკანა ბლოკირების შემთხვევაში უკანა ორი საბურავი მკვდარი ბლოკირების შემთხვევაში პარალელურად იკეტება. და ვნახოთ აბა ეხლა რა შედეგი დადგება. თოკო დაძარიება ნელ-ნელა. საერთოდ არ გაუჭირდა. კარგი. აი ხა წინა ბლოკი აღარ ვიცი სად გამოვიყენო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვცადეთ რამოდენიმე ადგილზე ისე რომ წინა ბლოკის აუცილებლობაც ყოფილიყო ჩართვის, მაგრამ არსად არ მოითხოვა ამ გრუნტზე. არ არის ახლა ტალახიანი აღმართი მძიმე რომ მანქანას ებუქსაო. ეცადეთ მეგობრებო, ყველასათვის გასაგებენაზე აგვეხსნა, რა შემთხვევაში არის რეკომენდირებული გამოვიყენოთ 4-4 დადაბლება, ბლოკირება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში აუცილებლად მოგწერეთ კომენტარებში, გამოიწერეთ ჩვენ YouTube არხი და ჩვენ ვეცდებით ყველა სახის განხილვა გავაკეთოთ, რომელიც თქვენთვის საინტერესო იქნება. წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით თქვენს აქტიურობას.